ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე საავტორო გადაცემით სტალინი. როგორც უკვე გითხარით, თემები სტალინის შესახებ ბევრი შეგვიძლია მოვძებნოთ, მაგრამ ამ თემებიდან რომელი უფრო შეესაბამება სიმართლეს, ეს ალბათ კიდევ უფრო მეტად ისტორიის გასარჩევია, მაგრამ გავიდა დრო და ამ დროის განმავლობაში ბევრი ამბავი დაგროვდა. ამბავი იმის შესახებ, მაგალითად თუ სადმი ჰქონდა სტალინს თავის მილიონიანი ჰონორარები. ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ გადაარჩინა სტალინმა ილიას საფლავი, მოდი ასე ვთქვათ, პირდაპირ მთაწმინდიდან ცოტა იქით სხვაგან გადაბარგებას. ამბავი იმის შესახებ, რომელიც სულ ახლახანს გახდა ცნობილი და რომელიც ჰიტლერის დეპეშას შეეხება, თქო ახალი აღმოჩენილია ეს ფაქტი და დღევანდელ ჩვენს გადაცემაში ამაზე ვისაუბრებთ, დეპეშას, რომელიც ცხადყოფს, რომ უკვე 1942 წელს ჰიტლერს ეჭვი შეეპარა სტალინის წინააღმდეგ ომის მოგებისა და ომში გამარჯვებისა. მოკლედ, ფაქტები და მაგალითები ბევრი გვაქვს და სასაუბროდ ძალიან ბევრია. თემები, რომლებმაც ჩემი დაინტერესება გამოიწვია, მიხარია, რომ თქვენთვისაც მისაღები აღმოჩნდა. წინა გადაცემიდან გამომდინარე, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია კონკრეტულმა ამბებმა სტალინის შესახებ. ვეცდები ჩვენს გუნდთან ერთად მაქსიმალურად ფართო სპექტრით მოვიძიო ყველა საშუალებით ამბები სტალინის შესახებ. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა მითია და რა რეალობა, ამას ნელ-ნელა გზა და გზა აღმოვაჩენთ ჩვენი გადაცემის არსებობის ისტორიის მანძილზე და თუნდაც იმ ისტორიების შექმნის პროცესში, რა პროცესში ჩვენ ამჟამად ყველანი ერთად ვიმყოფებით. ეს ჩვენი სამუშაო გარემოა, ახლა ჩვენი რიგით მე-9 გადაცემა მზადდება და თქვენს წინაშე წარვადგენთ, ისე როგორც ყოველ კვირას, საღამოს 7 საათიდან ტელეკომპანია სეზონზე გადაცემა სტალინი თქვენთვის, რადგან ჩვენ გვსურს მეტი გავიგოთ ჯერ ჩვენ სტალინზე და მერე ყველაფერი ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ თქვენ. მაშასე კიდევ რამდენიმე საინტერესო ამბავი სტალინის შესახებ. ილიას საფლავის ხელყოფა და სოსოს პასუხი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ილია ჭავჭავაძე, როგორც საზოგადო მოღვაწე და მწერალი, მივიწყებული იყო. მეტიც, 30-იან წლებში მის წინააღმდეგ საბოლოო დარტყმა მზადდებოდა. მიზანი ქართული ცნობიერებიდან სულმნათი ილიას სრული ამოკვეთა იყო. იმდროინდელმა პარტიულმა ხელმძღვანელმა და ილიას მკვლელობის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ფილიპე მახარაძემ საქმე პანთეონიდან მისი გადასვენების მცდელობით დაიწყო. სტალინმა შეიტყო ამ შაუბნელი საქმის შესახებ და რადიკალური ზომები მიიღო. 1933 წლის აპრილში მწერალმა შოთა ლეკვეიშვილმა ცნობილი მწერლების საფლავების დასათვალიერებლად მთაწმინდის პანთეონი მოინახულა და სწორედ ამ დროს დაინახა, რომ ილია ჭავჭავაძის საფლავთან შეკრებილიყვნენ ბრიგადირი და 5 მუშა წერაქვებით, ბარებით და ნიჩბებით. შეწუხებულმა ბრიგადირმა აღიარა, რომ ილიას საფლავის კუკიის სასაფლაოზე გადატანა ჰქონდა დავალებული. ლეკვეიშვილი იძულებული გახდა ეცრუა და ეთქვა, რომ ეგ ამბავი თითქოს სტალინის მეგობარმა პეტრე კაპანაძემ გაიგო. პეტრე იოსებ ჯუღაშვილს არალეგალური საქმიანობის დროს ეხმარებოდა და მისი ახლო მეგობარიც იყო. და სპეციალურად ჩავიდა მოსკოვში იმ საკითხთან დაკავშირებით. ბრიგადირმა კი მწერალს თხოვა, რომ იგივე მას ქალაქის საბჭოს აღმასკომის სამშენებლო განყოფილების უფროსისთვის მოეხსენებინა, რადგან განკარგულება მისგან ჰქონდა მიღებული. შოთა ლეკვეიშვილი ჯერ აღმასკომში მივიდა და გადაწყვეტილება შეაჩერებინა. შემდეგ სასწრაფოდ გაემგზავრა ხაშურში. შეხვდა პეტრე კაპანაძეს და ყველაფერი უამბო. პეტა, ყოფილი მღვდელი, სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. ის აღაფრთოვანა ახალგაზრდა კაცის პატრიოტულმა საქციელმა და დაუყოვნებლივ გაემგზავრა მოსკოვში. მას კრემლის მუდმივი საშვი ჰქონდა. იმის მიუხედავად, რომ კაბინეტში სტალინს სტუმრები ჰყავდა, პეტა იხსენებს, რომ ბელადი ფეხზე წამოდგა, ხელით ჩამომართვა და მითხრა დაბრძანდიო. ამ ორ კაცს კი განუცხადა. ახლა ჩვენ ქართულად ვისაუბრებთ და შეგიძლია დაგვტოვოთ. ისინი ადგნენ და გავიდნენ. პეტამ ჩვეულებრივად უამბო სტალინს საქართველოს ამბები და იქვე გულნათკენმა უთხრა ილიას საფლავის ხელყოფის შესახებ. საფლავს აღას ერჩიანო, აღშფოთებულა სტალინი. ყურმილი აიღო და მაშინვე თბილისში დარეკა. მეგობარს კი უთხრა.
შეგიძლია დამშვიდდე, ილიას საფლავს კაციშვილი ხელს ვერ ახლებს. მას ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, ამით ყველაფერი დამთავრდა. მოსკოვიდან წამოსულმა პეტრემ შოთა ლეკვეიშვილს სტალინის ხელით დაწერილი წერილი გადასცა, სადაც ბელადი მას მადლობას უხდიდა. 2 კვირის შემდეგ შოთამ ქალაქის საბჭოს აღმასკომის სამშენებლო განყოფილებაში შეიარა, კარი შეაღო, ხმამაღალი ლაპარაკი შემოესმა. განყოფილების გამგე ამბობდა: ვენაცვალე პეტრე კაპანაძეს, დედა უტირა ფილიპე მახარაძესო.